მოგესალმებით, გიოსალმები სტუმრებს, ჟურნალისტებს, და ჩვენ და ჩვენს მეგობარ თანაპარტიელებს ასევე. შესავალს არ გავაკეთეთ, ჩვენ გქონდა პაუზა, გარკვეული აღებული, კერძოდ მიუხედავობაში მათ პარტია ერთიანი საქართველოსთვის. ეს გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ ერთის ტექნიკური საკითხები არის დაკავებული და ეს გამოიხატება იმაში, რომ რეგისტრაციისთვის საკითხები იყო გადასაწყვეტი, მოგესალმებით ჩვენ ალბათ ყველაზე ახალი საარჩევნო სუბიექტი ვართ. Am spectri, გამომდინარე იქიდან ჩვენ მხოლოდ 6 დავაანონსეთ იმის ჩვენი შეფის შესახებ და გამომდინარე აქედან ყველა ეს საკითხი, რომელიც ისედაც სხვა პარტიებს აქვს პირთად აძლევს, ჩვენთვის გაცილებით უფრო მძიმედ იქნება. თუმცა მე მოვხადოთ აქტივს, რომელმაც წარმატებით გააკეთა თავი და გავიარეთ დროზე რეგისტრაცია და ჩვენ უკვე შეგვიძლია უკვე აქტიურად შევუდგეთ საარჩევნო საქმიანობას და მაგალითში ჩვენი შევიტანოთ. ასევე ჩვენ ბოლო პერიოდში ქონდა გარკვეული კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან, სხვადასხვა პარტიებიდან ეს გრძელდება ეხლაც, ნაწილი ჩვენ ეხლა გავაცხადებთ ჩვენს გაერთიანების შესახებ ბლოკად, ეს კარები კიდევ და ვიცოდეთ რომ ღია და ეს შეიძლება კიდევ დიდი ალბათობით გაფართოვდება ამ ბლოკში შემავალი პარტიებისთვის ცალკეული პოლიტიკოსების არ არის გამოიწვეული რიცხვი. მე დღეს წარმოგიდგენთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მზად არიან ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. ეს არის ბრძოლა ერთიანი საქართველოსთვის და ამ იდეის ირგვლივ ვინც იზიარებს ამ ჩვენს ასე ვთქვათ ძალისხმევას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში შეიძლება სხვადასხვაობაც ჰქონდეს და ეს ბუნებრივიც არის იმპოიტნებიანი პარტიები და მე წარმოგიდგენთ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ამ ზაფხულას აცხადებდნენ და დღეიდან მზად არიან ერთგულებად შეუდგნენ საარჩევნო კამპანიას. პირველი რა თქმა უნდა ვართ ჩვენ საარჩევნო სუბიექტი ასე ვართ დარეგისტრირებული გამაზმეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის სახალხო ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს ბატონი ზურაბ გოგიაშვილი და მე მინდა აქვე მოვახსენოთ ბატონი სანდრო გრიგორიძე, რომელიც არის ეროვნული ლიდერი თვითონ, ისინი აკეთებენ შერწყმას და ერთგულებად აპირებენ მონაწილეობას ამას თვითონ კეთილად მოგახსენებ. რა თქმა უნდა ეს ბლოკში შემოგვიყვანს უკვე აღნიშნეთ ქართული იდეა ბატონ ლევან ჩაჩურო მოგესალმებით მისი მათთან ძირითადად გამოგვიგა პოლიტპატიმრები და ასევე ის ინტელექტუალები ფედერალობაში სამეცნიერო წრეების სხვადასხვა უნივერსიტეტების და რომლებიც სხვათა შორის გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის ძირითადად და სხვა სახის მიმართულების პროგრამების დაწერაშიც ეს იქნება ამ ბლოკისთვის და მათი პოტენციალი იქნება გამოყენებული და რა თქმა უნდა ქალთა პარტია, რომელიც წარუდგენილია ქალბატონი ხათუნა მაჭავარიანის სახით და რომელთანაც ასევე თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით ძლიერი სახელმწიფოთვის ქალბატონი ლალი მოროშკინა გაერთიანდნენ და ისინი ასევე იქნებიან ჩვენი ბლოკის უფასოვანი წევრები. აი ეს არის დღევანდელი მოცემულობა, საახლოებით ასე რა თქმა უნდა ცოტა შეიძლება ცოტა ასიმეტრიული იყოს კოალიციურ საბჭოს შექმნით ჩვენ, რომელშიც რა თქმა უნდა წარმოდგენილი იქნებიან სრულად ჩვენი ეს დამფუძნებლები ქართული ოცნების, ასევე ბატონი სანდრო თვითონ განაცხადებს ბატონ სოხოსთან და ბატონ ზურასთან ერთად. ასევე ორი წარმომადგენლიც ალბათ ქალბატონი და ქალბატონი ხათუნა შეგვიძლია, ასევე ბატონი ლევან. დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ საარჩევნო კოალიციის შექმნის თაობაზე. ბატონმა თამაზმა წარმოგიდგენათ ის 4 სუბიექტი და მე მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ სურველი ბევრად უფრო მეტი არის და ალბათ კოალიცია კიდევ უფრო გაიზრდება და ბევრად უფრო მძლავრი გახდება. რაც შეეხება კოალიციას, ეს იქნება ეროვნულ იდეაზე და საქართველოს ერთიანობის იდეაზე დამყარებული კოალიცია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და მისი იდეოლოგია იქნება ქართული იდეოლოგია.
რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის და საწყობად შორის ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ჩვენ ვახერხებთ ეროვნული ძალების გაერთიანებას საქართველოს ერთიანობის იდეის გარშემო. ამავე დროს უნდა აღინიშნოს ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომ აქამდე და დღესაც ჩვენ გვაქვს მავნე ტრადიცია, რომ კოალიციები იქმნება პიროვნებების გარშემო და თითქმის ყველა პარტია არის ერთი პიროვნების გარშემო შექმნილი და კოალიცია არის ერთი პიროვნების გარშემო შექმნილი კოალიცია, რამაც საქართველოს უახლოს ისტორიაში არაფერი კარგი არ მოგვიტანა. ჩვენი კოალიცია განსხვავდება იმით, რომ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული კოალიცია, საარჩევნო ბლოკი, რომელსაც მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ სერიოზული მიზნები და ამოცანები აქვს და მე ვფიქრობ, რომ სერიოზულ წარმატებას მოაღწევს არჩევნებში, მის უმეტეს თუ კი ნახავთ შემდგომში ჩვენ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ადამიანები არიან. კიდევ ერთხელ მინდა გამეორდე, რომ საარჩევნო კოალიცია არ იხურება ამითი და არჩევნებამდე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ სიურპრიზს გვირდებით კოალიციის გაფართოებასთან დაკავშირებით და კოალიცია დღესაც მძლავრი არის, მაგრამ იქნება ძალზედ მძლავრი და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ მანდატი უნდა გქონდეს არა ვაშინგტონიდან, არა კრემლიდან, არამედ მხოლოდ ჩვენი მოსახლეობიდან. როდესაც ჩვენ მივიღებთ ამ მანდატს, ჩვენ ვიქნებით ქართული იდეის, ქართული ერთიანობისთვის ბრძოლისთვის საჭირო გადაწყვეტილებების, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობიდან, დამცველები და გამტარებლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ქვეყნის გარეთ. ვიმუშავებთ ამ ეტაპზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართულებით იმდენად, რამდენადაც ჯერ 9 წელი წინა ხელისუფლებამ და მერე 4 წელი დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად გამოტოვა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ მოსკოვშიც, იქ უნდა მოახერხოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის იდეის მიტანა მათანაც და სანაცვლოდ უნდა მოგვიწევს ალბათ ჩვენს რაღაცის დათმობა, რომელიც რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ არ უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. თუნდაც დათმობა იმისი, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოში და ყველა სხვა სამხედრო ბლოკებში გაერთიანებაზე. და რა არის ეს მთავარი ღირებულება, რის გამოც გაერთიანებით? პირველ რიგში ეს მთავარი ღირებულება არის ეროვნული ქართული პოლიტიკა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთიანი საქართველოს აშენება. ამიტომაც ქვია საარჩევნო სუბიექტს კოალიციას ერთიანი საქართველოსთვის. რაც შეეხება თვითონ კოალიციას, კოალიცია აუცილებლად გაიზრდება ყოველ მიზეზის გარეშე. კიდევ შემოუერთებიან მათ საკმაოდ სერიოზული სუბიექტები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს უახლოესი პარლამენტარიზმის ისტორიაში შეიქმნება მძლავრი პოლიტიკური ბლოკი, რომელიც ღიად იტყვის, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის მონამორჩილი. საქართველო უნდა იყოს თავის უფლებების თავად გამსაზღვრავი, თავის პოლიტიკის თავად გამსაზღვრავი, თავის ეკონომიკის თავად გამსაზღვრავი, რომელიც უნდა წავიდეს ქართული ეროვნული გზით, რადგანაც მთელი ამდენი წლების განმავლობაში ჩვენ სხვის ჭკუით სიარულმა საკმაოდ ბევრ კატაკლიზმამდე, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვამდე და კიდევ 1000 უბედურებამდე მიგვიყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენი პარტიის ღირებულებას წარმოადგენს, ეს არის ის ღირსეული ადამიანები და წესიერი ადამიანები, რომლებიც გვიერთებიან და შემოგვიერთებიან მომავალში. ეს არის ის ხალხი, რომელსაც თავის თავზე გაიარეს ბრძოლა აი ამ უსამართლობის და იმ რეჟიმის, რასაც ერქვა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ ველოდებით, რომ გავაერთიანებთ პრაქტიკულად ყველა წესიერ და ღირსეულ ადამიანს ჩვენს ირგვლივ. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყოთ მთავარი ძალა, ჩვენ ველოდებით მთავარ ბრძოლას და ველოდებით მთავარ გამარჯვებას 8 ოქტომბერს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ყველა იმ ლიდერთან, პოლიტპატიმრებთან, ღირსეული საზოგადოებასთან და წარმომადგენლებთან ველოდებით გაერთიანებას იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ და ჩვენი ცხოვრების წესით დავამტკიცოთ ამ შედეგის ბრძოლის საბოლოო გამარჯვება, რომელსაც ქვია სამართლიანობის აღსრულება. ყველაზე მთავარი მიზანი ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამასთან ერთად ღირსეული, ღიროვნული, ეროვნული ფასეულობები ცხოვრება და ჩვენ ყველა ჩვენს მეგობარს ვეთაყვანები და ძალიან გვიყვარს, მაგრამ ვერავინ ვერ გვიკარნავ
არანახებს ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს პასეულობებს და ჩვენ ღირსეულ ცხოვრებას, ასაც ქვია საქართველოს და ქვეყნის ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი დახმარება გაგვიწია წლების განმავლობაში. მე ხაზს გავუსვავ, რიჩარდ ნორლანდი იყო ერთ-ერთი სამაგალითო ელჩი საქართველოში, რომელიც მოღვაწეობდა, რომლის ძალიან დიდი დამსახურება ჩვენსგან დაფასებულია, მაგრამ ძალიან ბევრი გადაცდომა ხდება ეხლა მაგალითად ახალი ელჩის მიერ, რომელიც არაადეკვატურია ჩვენი რეალობისას. ყველაზე მთავარი ეხება ჩვენს პასეულობებს, ტრადიციას, მათ შორის ესე ვთქვათ, უმცირესობებთან მიმართებაში, LGBT-ებთან და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ შევეგუებით ისე როგორც ბატონი სანდრო, ჩვენი კოლეგა, მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად არის, რომელმაც რეფერენდუმის საკითხი დასვა და სხვათა შორის პრეზიდენტი აღმოჩნდა ესე ვთქვათ, სკვერპლი ამ შემთხვევაში, რომელიც ვთქვათ, ეგრეთ წოდებული თუ არ ვიცი, ბრჭყალებში რეკომენდაციები და სასარგებლო რეკომენდაციები შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფასეულობებზე და ტრადიციებზე ესე ვთქვათ, დამოკიდებული აქვთ და ვიღაც პიროვნების გადასაწყვეტია ის, რაც შეიძლება ქვეყანაში იყოს კარგი თუ ცუდი თუ სხვა აზრში. ჩვენ არ დაუშვებთ, ჩვენი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებთ ასეთ ტიპის ჩარევებს. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრობდით წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში ამღირებულებები და დღეს ახლა ვერავინ ვერ შეცვლის ვისი რეკომენდაცია და ვისი თხოვნაც არ უნდა იყოს იმას, რასაც ქვია ჩვენი ეს ფასეულობები.